ესეც კიდე 4-თა ეკლესია. მე-19 საუკუნეების ტაძარი. მართლაც ძლიერი წინაპარი ყოლია. ძლიერი ადამიანები ყოფილან. ადრე. შენ ირწმენა მუდამ მაძლევს ძალას რწმენით ხვდები ყოველ დილას ახალს მე სიკეთეს უმღერ და სიყვარულს თესავ უბოროტო გულით დავდივარ როცა სულში Zuchareba da seuda Mashinatski schizupolo Romavento imeda Zarec remli suldau cale Javegari Radgan vitsi es zaris Me romdam im shviders Čemo hmerto šeni imeti maks Ulic minda muda konija Megobrova sumher Mesiketes štesa 1840-იან წლებში აქ მოგზაურა გერმანელმა ბოტანიკოსმა კარლ კოხმა და შეისწავლა რამოდენიმე ეკლესია და მოგვიანებით ისევ გერმანელმა აფიხმა და ვენეციაში ცხოვრებმა სომეხმა სარკისიანმა რამოდენიმე ეკლესიაზე ქართული წარწერები გადაიღო და შემდეგ ნიკო მარშალს. შემდეგ თქვენთვის ცნობილი დიმიტრი ბაქრაძე ვინ იყო? რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, არქეოლოგი და Dimitri Bakradze მოგზაურობის შედეგად დაწერა თქვენ არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში. შემოღმერთო შენი იმედი ეკლესიებსაც დაწერა. გულიც მინდა ამის შემდეგ მოგზაურობა გიორგი ყაზბეგმა. გიორგი ყაზბეგი იყო რუსი გენერალი, ქართველი იყო, გენერალი და Costa Nacional, muito galera na Amigos, Digita Piazza, da isi შემოიპარო. რეგიონში ჩანაწერებს რო აკეთებდა, ხიფშიათ რომ ისეთ მოაკეთებს ჩანაწერებს პრობლემას შეგვიძლია. ამე ჩაიწერო და მე იმას ვორებდა, იწერდა და გამოვაქვეყნა ციგნი ტრიმესიასაც ტურეცკოი დროში 3 თვე თვითონისაა. ეს არის 1813-1813. ამის შემდეგ იმოგზაურა რუსმა პავლინოვმა. ახლა არ გაინტერესებს რუსები, რატომ აფინანსებენ რუსეთის მეცნიერებათა აკადემია, რუსეთის ხელისუფლება აფინანსებს. რატო აფინანსებს? იმიტომ რომ რუსეთს და ოსმალეთს შორის ყოველთვის იყო დაპირისპირება. და შავი ზღვის გამო და არამარტო შორის 8 ომი გადაიხადეს ერთმანეთთან, ხო? ამიტომ რუსეთი ფიქრობდა და ოსმალეთის წინააღმდეგ ომს, წინააღმდეგობა გართულება დიდი იყო. ამიტომ შესაძლო ომის შემთხვევაში აინტერესებდა რა პოლიციას დაიჭერს აფინანსებდა. და ამიტომ აფინანსებს რუსეთი. და შემდგომ უკვე 16 თაყაიშვილი 1902
1907 და 1917 წლებში სამჯერ მოგზაურა ამ კოჩმა გაცმა და კიდე უნდა გითხრათ მანქანით კი არ დადიოდა ეს ცხენით და ფეხით დადიოდა ეს ინვალიდი კაცი რომელიც ქართულმა ეკლესიამ წმინდა 11 წმინდანის სახით შერაცხა წმინდა 11 ღვთისკაცის სახელით შერაცხა ქართულმა ეკლესიამ და აღწერა მას ახდა სხვადასხვა დიმიტრი შევარდნაძე თქვენთვის ცნობილი და ლადო გუდიაშვილის ხატვა. ამის შემდეგ მოვიდა საბჭოთა ხელისუფლება, ურთიერთობა გამწვევებულია და ბუნებრივია რომ არავის არის მიმოსვლა, მეცნიერების მოსვლა აქ შეწყდა, თუმცა აქ ჩამოუსვლელად დაიწერა რამოდენიმე ნაშრომი. თქვენთვის ცნობილი პავლე ინგოროყვას გიორგი მერტინი, რომელშიც საუბარი არის სწორედ აი ამ რეგიონის შესახებაც სხვა საკითხებთან ერთად. დაიწერა პარმენ ზაქარაიას წიგნი და მეფისაშვილის წიგნი ბანაზე და ასევე ქართული ხუროთმოძღვრება, ხუროთმოძღვრული ძეგლები და არქიტექტურული ძეგლები. ასეთი ნაშრომი ხდება. ფილმიც გადაიღეს, ესე იგი, დოკუმენტური ფილმი, ეს ფილმიც გადაღებული იქნა პრაქტიკულად აი ამ მადვირავი კულტურის ძეგლების შესახებ. მოგვიანებით უკვე როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა, გაიხსნა საზღვრები, უკვე იწყება მანამდე 1865 წელს აქ მოგზაურა ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა მეცნიერმა ვახტანგ ჯობაძემ. სხვადასხვა მე მქონდა შესაძლებლობა ჩემო ღმერთო შენი იმედი მაქვს გულიც მინდა მქონია და აი მან გამოაქვეყნა ორტომატ აი მეგობრობას ვუმღერ მე სიკეთეს თესავ დალალი გულით დავდივარ შენი რწმენა მუდამ